კიბერსივრცის სიახლეები, კიბერუსაფრთხოება და დაცვა კიბერთავდასხმებისგან. კასპერსკის ლაბორატორია წარმოგიდგენთ ინტერაქტიულ რადიო თამაშს ანტივირუსი. ზაზა ჭითანავასთან ერთად. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. გამარჯობა, პირდაპირ ეთერშია ინტერაქტიული თამაში ანტივირუსი, რომელსაც წარმოგიდგენთ კასპერსკი და დღეს კვლავ გაქვთ იმის საშუალება, რომ დარეკოთ პირდაპირ ეთერში, დავსვათ კითხვა და მოიგოთ კონკრეტული პრიზი. დღეს ვათამაშებთ ყურსასმენს, ვინც სოციალურ ქსელში გვადევნებთ თვალს და ამ ყურსასმენს არა, ეს ჩემი საფშაო ყურსასმენია, ვათამაშებთ ამ ყურსასმენს, რომელსაც აქვს საშუალება, რომ Bluetooth-ის მეშვეობით დაუკავშირდეს თქვენს მოწყობილობას. ჩვეულებრივად დამტენი და გარდა ამისა დისტანციურად სმენის გარდა გაქვთ იმის საშუალება, რომ ეწოდებული AUX-ის შესაერთებელი სადენით, ფიზიკური სადენით დაუკავშირდეთ მოწყობილობას და ისე უსმინოთ თქვენთვის სასურველ აუდიო მასალას ამ ყურსასმენში. მოკლედ, ტრადიციულად ჩვენ გადაცემის ბოლო ნაწილში დავსვამთ კითხვას და სწორი პასუხის შემთხვევაში ეს ყურსასმენი თქვენ გადმოგეცემათ საჩუქრად. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ ამ ინტერაქტიულ თამაშს წარმოგიდგენთ კასპერსკი, ორგანიზაცია, რომელსაც 3000-ზე მეტი თანამშრომელი ყავს და 3000-ზე მეტი ადამიანი ცდილობს თავის მხრივ ამ კომპანიის სახელით უზრუნველყოს ციფრულ სამყაროში თქვენი მოწყობილობების დაცულობა. რადიო იმედის პირდაპირ ეთერშია კასპერსკის ლაბორატორიის ინტერაქტიული რადიო თამაში ანტივირუსი. ზაზა ჭითანავასთან ერთად. დღეს რამდენიმე სიახლეს მინდა გამოვეხმაურო, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებს უკავშირდება და პირველ რიგში არის საინტერესო სიახლე, რომელიც ჰოლოგრამაზე დაქორწინებას გულისხმობს, არ მოგესმათ, ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, ჰოლანდიელი მხატვარი ალისია ფრამისი, მე მგონი არის პირველი ადამიანი, ვინც ჰოლოგრამაზე იქორწინა, ეს ამ ქალბატონმა მეტა ადამიანი შექმნა თავისი ყოფილების ფსიქოტიპაჟზე აგებით, პრინციპში მან ააწყო ისეთი ტიპაჟი, როგორც მას უნდოდა და იქორწინა ჰოლოგრამაზე. მათი ქორწინების ცერემონიალი ჩატარდა ჰოლანდიაში, მუზეუმში და შედგა მოკლედ ეს კავშირი. მოგეხსენებათ, რომ ეს მხატვარი პრინციპში არ არის პირველი, ვინც ასეთ უცნაურ ვინმეზე დაქორწინდა, მაგრამ ახლა მე ყურადღება მხოლოდ იმიტომ გავამახვილებ, რომ აი ციფრულ ავატარზე, ციფრული ავატარის ცოლობა გადაწყვიტა ამ ქალბატონმა და საგულისხმო ალბათ ისიც, რომ მისი მახასიათებლები ააგო თავისი ყოფილი ქმრების ბაზაზე და პრინციპში როგორც ჩანს სასურველი ფსიქოტიპაჟი აი ასე შექმნა. რაც შეეხება ამ სიახლეს, ერთის მხრივ თითქოს გაუგებრა ჟღერს, თუმცა მეორეს მხრივ ძალიან ბევრ რამეზე ალბათ გვაფიქრებს და ერთ-ერთი დასაფიქრებელი არის მოცემულობა და შესაძლებლობა, რომელიც ციფრული თუ ვირტუალური სუბიექტებისა თუ ობიექტების გაცოცხლების საშუალებასა და მექანიზმებს ეხება. ამასობაში არც ჩინელებმა, არც იაპონელებმა არც ამერიკელებმა, ის ძირითადი ქვეყნები დავასახლე, რომლებიც რობოტების განვითარებასა თუ რობოტების ახალი მოდელების შექმნაში ძალიან წინ არიან წასულნი. ევროპაში პოლონურმა კომპანიამ სახელწოდებით Clone Robotics წარადგინა პირველი რობოტი, რომელსაც სინთეტიკური ორგანოები გააჩნია და ამითი ეს რობოტი მაქსიმალურად ემსგავსება ადამიანს ხელოვნური კუნთებით და ჩონჩხის სისტემით და სწორედ ეს იყო, როგორც ირკვევა პოლონელთა მიზანი, რომ ასე ყველა კომპონენტში ძალიან დამსგავსებოდა თავისი კონსტრუქციით ეს რობოტი ადამიანს და როგორც ისინი განმარტავენ, უნდათ ისე განავითარონ კიდევ ეს მიმართულება, რომ მათ რობოტებს გააჩნდეთ სრულფასოვანი მოქნილობა, ფიზიკური ძალა და მაქსიმალურად იყვნენ ისეთები, როგორც ცოცხალი არსებები. 40-მდე სენსორული სისტემა აქვს რობოტს იმისთვის, რომ იყოს
მიმსგავსებული ადამიანს და მის კუნთებს მოკლედ ინერციული გადამცემები აკონტროლებენ და უზრუნველყოფს მის მოქნილობას. ამ პოლონურ კომპანიას Clone Robotics-ის მიმართულებით უკვე ასობით შეკვეთა გააჩნია. ამასობაში ჩვენ ვიცით რომ რადგან ციფრულ სივრცეში ციფრული თუ ვირტუალური ობიექტებისა და სუბიექტების ახკმადობის ეფექტიანობის თვალსაზრისით ვიცით რომ ძალიან ბევრი არის მცდელობა იმ შემთხვევაში როდესაც VR ტექნოლოგიით ვცდილობთ დავინახოთ თუ ვითამაშოთ ან სხვა ინტერესისთვის გამოვიყენოთ VR ტექნოლოგია ყოველთვის არის პრობლემა ერთი არის ის ვირტუალური სივრცე რომელსაც VR სათვალე გიქმნით თუმცა მეორეა თქვენი ფიზიკური მოქნილობა ხო და ამასობაში ესეც საინტერესო დეტალია რომ არც ერთმა ცნობილმა კომპანიამ რომელიც ტექნოლოგიებს აწარმოებს არ შესთავაზა საზოგადოებას ის რაც წარმოადგინა Disney, მოკლედ Disney-მ შექმნა ვირტუალური რეალობისთვის სარბენი ბილიკის მსგავსი ვირტუალური რეალობის შესაბამისი სივრცე. ანუ ისეთი ხალიჩა, ბრჭყალებში ხალიჩა, რა თქმა უნდა, რომელიც რაც არ უნდა იმოძრავოთ ერთ ადგილზე, გნებავთ აჩქარებულად სირბილის ფორმატში, გნებავთ ნელა, რჩებით ერთ ადგილას და VR სათვალით უკვე თქვენ არ ვიცი ალბათ ნახევარ კვადრატულ მეტრზე დგომით შეგიძლიათ იმოძრავოთ, ირბინოთ და ამ თქვენს ახმადობას 3D ახმადობას კიდევ უფრო რეალურს ხდის და ამ ვირტუალურს უკვე ფიზიკური შესაძლებლობაც ეფუძნება, ემატება აი ამ მრავალფეროვნებით ფაქტია რომ VR ტექნოლოგია და განსაკუთრებით სათამაშო ინდუსტრია ამ კუთხით ალბათ კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება და მეც სიახლეს ვნახავთ და ვიქნებით ამ ყველაფრის მომხმარებლები. ამასობაში ჩვენ უახლოვდებით იმ მომენტს, როდესაც უნდა მივიღოთ მსმენელის ზარი, ტელეფონის ნომერზე 292 11 88 და სწორი პასუხის შემთხვევაში, როგორც უკვე გითხარით, ამ კურსასმენს გადავცემთ მას. უპასუხე და მოიგე. კასპერსკის ლაბორატორიის ანტივირუსული ვიქტორინა. ვინც სოციალურ ქსელში გვიყურებთ, ხედავთ ამ კურსასმენს, რომელსაც ახლა გავათამაშებთ. კარგი პრაქტიკული კურსასმენია, რომელსაც დისტანციური დაკავშირების გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ სადენი და ეგრეთ წოდებული AUX-ის მეშვეობით და უკავშიროთ მოწყობილობას და უსმინოთ და ახლა პრინციპში უმარტივეს კითხვას დავსვამ და ამ კითხვაზე სწორი პასუხის შემთხვევაში ამ კურსასმენს ეყოლება გამარჯვებული. მე კი ჩვენი კურსასმენით ვისარგებლებ იმისთვის რომ როგორც მანიშნებენ ნომერზე 292 11 88 უკვე არის ზარი შემოსული და მოусმენთ რესპონდენტს. გამარჯობა, გესმით ჩვენი ხმა? გამარჯობა, დიახ, მესმის. მადლობა რომ ერთობით პირდაპირ ეთერში. როგორ მოგმართოთ? გიული. თუ შეგიძლიათ გავცეთ კითხვაზე სწორი პასუხი და ეს შესაძლებელი იქნება თუ კი თავიდანვე გვისმენთ. თქვენ ახლა სოციალურ ქსელში გიყურებთ თუ რადიო მიმღებში გვისმენთ? სოციალურ ქსელში გიყურებთ. აჰა, და ხედავთ იმ კურსასმენს, რომელიც შეიძლება გახდეს თქვენი. დიახ. კი ბატონო, მოკლედ მე ახლა დავსვამ კითხვას და სამ სავარაუდო პასუხს ვიტყვი და თქვენ უნდა მითხრათ ამ სამი პასუხიდან რომელია სწორი. კითხვაზე პასუხი პრინციპში გადაცემის თავშიც იყო. ამ გადაცემას ინტერაქტიულ თამაშს ანტივირუსს წარმოგიდგენთ კასპერსკი და აღნიშნე რომ კასპერსკის 3000-მდე თანამშრომელი მუშაობს იმისთვის რომ ციფრულ სამყაროში მისმა მომხმარებელმა მეტად დაცულად იგრძნოს თავი. კითხვა არის შემდეგი. პრინციპში უკვე განმარტე კიდევაც შეცდომა დაუში თუ არა. კითხვა. რამდენი 1000 მომხმარებელი ყავს კასპერსკის ბოდიში რამდენი 1000 თანამშრომელი ყავს კასპერსკის იმისთვის რომ მისი თანამშრომლები იყვნენ საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რასაც გულისხმობს და მოიცავს იმ პროდუქტების რეალიზება, რაც მას გააჩნია. ჩვენ ვიცით რომ კასპერსკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი არის ანტივირუსი, თუმცა ანტივირუსის გარდა ძალიან ბევრ ციფრულ პროდუქციას გვთავაზობს იგი. მოკლედ, რამდენი 1000 ადამიანით ახერხებს კასპერსკი იმისთვის რომ შესთავაზოს სერვისი თავის მომხმარებელს. პასუხი პირველი 1 ადამიანი, პასუხი მეორე 3000 ადამიანი, პასუხი 3, 4 გენიოსი და ესეც საკმარისია. 3000.
გასაგებია, მადლობა, ძალიან მარტივად დასნული კითხვა იყო და პასუხიც მარტივი იყო. მადლობა იმისთვის, რომ გვისმენდით და ეს სიმარტივეც პრინციპში დაკავშირებული იყო იმასთან, რომ წელს ამ ფორმატის გათამაშების ბოლო პირდაპირ ეთერი გვაქვს და ინტერაქტიული თამაში ანტივირუსი კასპერსკი წელს გემშვიდობებად კიდევაც და თქვენ საჩუქრად გადმოგეცემათ ეს ყურსასმენი. გთხოვთ არ გახვიდეთ პირდაპირ ეთერიდან, დარჩით ხაზზე და პროდიუსერი გეტყვით როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ ეს ნიფტი წაიღოთ სახლში. დიდი მადლობა, რომ ვუსმენდით ერთმანეთს. ნახვამდის.